ეკლებს რომ დაუმიზნოს? გამოუცდელი მძღოლი სამნიშნა სიჩქარით ასეთ პატარა სამიზნეს ვერ გაარტყამს. მაგრამ რამე დიდს თუ ვიპოვით? ბავშვი მანქანით მატარებლის სიჩქარით მიქრის, მაგრამ გეგმა გვაქვს როგორ უნდა გავაჩეროთ იქამდე სანამ დაიმტრება. ესე იგი გადასალაგებლად მივდივართ? ბოლომდეც არა. გაგიჟდით, ეს 1970 წლის Ferrari Daytona Spiderია. თუ გაგაწრავს ღმერთს გეფიცებით რომ ტონის საკუთარ თავზე მეტად მანქანის დაზიანება ადარდებს. ნაწილობრივ იმიტომ რომ 15 წლისაა. მაგრამ თან ფიქრობს რომ თქვენ მანქანა მასზე მეტად გიყვართ. რა თქმა უნდა, არა. მას ხომ არ უთქვამს ეს? სხვათა შორის თქვა. ამიტომაც მინდა რომ დაელაპარაკოთ და უთხრათ რომ ცდება. უნდა დააჯეროთ. კარგი. მანქანა გამოგიგზავნეთ. დიახ, აქ არის. მედი აქ ხარ? რა ხდება? სად ხარ? ხო, აქ ვარ. პოლიცია სიჩქარეს აკლებს, რატომ რა ხდება? ტონი გესმის ჩემი? მამა? ღმერთო მაპატიე მამა. ბოდიში ვიცი ძალიან ცუდად მოვიქეცი. არა, ყველაფერი კარგადაა შვილო, დამშვიდდი. არ ბრაზობ? რა თქმა უნდა არა. ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, არა? და რატომ არ ბრაზობ? შენ ხომ გიყვარს ეს მანქანა? კი, მიყვარს ეს მანქანა. ეს საერთოდ ერთადერთი ეგზემპლარია, ტონი. მაგრამ შენც ჩემთვის ერთადერთი ხარ. ასე არ არის? ღმერთო ჩემო მოგდები. რა? ახლა თავს მაჩვენებ თითქოს გაბრაზებული არ ხარ, არა? ხომ გითხარი, არ ვარ გაბრაზებული. არა გაბრაზებული ხარ. ვიცი, არ გინდა რომ შენთან კამათისას მოგდი, ამიტომ არ მიყვირი. არა, ასე არა, მანქანა ჩემ მეგობართან თავის გამოსაჩენად წავიყვანე. არ შეროდათ რომ ჩემნაირ სულელს შეიძლებოდა მაგარი მანქანა ჰყოლოდა. კარგი გართობა უნდა გამოსულიყო. მოგდები, შენ არ მოგდები, გესმის? კისერს მოგიგრეხ, როცა უსაფრთხოდ იქნები, მაგრამ ახლა ერთი წამით მომისმინე. გესმის? მანქანა ფეხებზე მკიდია. კარგი? ყველაფერი ფეხებზე მკიდია, ტონი. მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ შენ გამოძრე მშვიდობიანად. მხოლოდ ეგ მადარდებს. მედი მითხრა, რომ მანქანის გასაჩერებლად იდეა აქვთ. მინდა რომ მოусმინო და ზუსტად ისე გააკეთო, როგორც გეტყვის, კარგი? კარგი. რა ვქნა? კარგი. გამოსავალი არის. ისინი ვუდლი ავენიუს ნაწილს ასუფთავებენ და იქ შეგხვდებიან. რა სიჩქარით მიდის? 105 მილი. როგორც კი ვუდლის მიუახლოვდება და ამოხრუჭებს, შენელდება და მერე იქნება ჩვენი გამოსვლა. ეს ვინტაჟური მანქანაა. რა იყო ნერვიულო კლასიკა არ დაზიანდეს. უფრო ბავშვზე. აირბაგები 80-იან წლებში გამოიგონეს. გაგვიმართლა რომ უსაფრთხოების ღვედი მაინც აქვს. თუ სიჩქარეს 60-70 მილამდე არ დაწევს, იმედია კარგი შანსები აქვს. რომელ გიშს მოუვიდა თავში ეს იდეა? ჩემს ცოლს. ხედავ, ახლა გაიარა.